კარგი მეგობრებო, ვაგრძელებთ After Effects. დღეს რა შვებით ახლა? დღეს უნდა ვისწავლოთ 3D ტექსტების გაკეთება, რომელიც არის ძალიან მარტივი. პირველ რიგში ტრადიციულად ვაკეთებთ ახალ compositions და აი აქ classical 3D-ს ნაცვლად. ხო, ბაზარი არა, Cinema 4-დე უნდა მოვნიშნოთ, რომ უფრო მაგარი რაღაცები შეგვეძლება რომ გავაკეთოთ. დავიჭერთ OK-ს. ორგანიზაციის ფონდში ესენი გადავიტანოთ composition-ში. ბარდაგი როგორ გაიჩნდოს და ვიდეოში. და ცოტა ხანი background-ი გქონდეს. რა გვინდა ახლა პირველ რიგში უნდა დავწეროთ რაღაცა ტექსტი, რასაც გავასამბეებთ მოკლედ. დავიჭიროთ T-ს და დავწეროთ ნებისმიერი ტექსტი. ხო, მასმენას ტექსტ დავწერთ და შევცვლით რასაც გვინდა მოდიფიკაციას გავუკეთებთ, როგორც ფიგურაზე გავაკეთეთ, ძალიან მარტივად, მარცხნივ ქვევით, მოვნიშნავთ მაგ რაღაცას. მაგის მერე ჩვენი ტექსტი გახდება 3D. ეხლა რა თქმა უნდა ძალიან არ ეტყობა რომ 3D არის. მაგრამ როდესაც ჩამოვშლით აქ და მე transforms ჩამოვშლით და მე გეომეტრიას ჩამოვშლით, transform-ის ჩამოშლა საერთოდ არ გვინდოდა. და აი depth, ანუ სიღრმეს გავსვით. ნახეთ როგორ მოიხოდა? მაგრამ ეტაპზე საშინელება არის, იმიტომ რომ რა არ გვაქვს სინათლე მართალია. ამისთვის ჩვენ შევდივართ. სად შევდივართ? Layer-ი, new, ანუ ახალი და light. ნუ ოკეი. ნახეთ როგორ მოიხოდა უცებ. მაგარია, ხო? ჩვენ შეგვიძლია რა თქმა უნდა ეს light-იც ესე გამოვწიოთ. აქეთ იქით ვატრიალოთ. ან ესე. და ნახეთ უკვე ეთყობა ხო რომ 3D არის რაღაც ფონში. ესე იყოს დაახლოებით რა. ხო, ესე უკვე ეთყობა რომ რაღაც ფონში არის ნათელი. დამით ცოტა გამოვწიოთ. შუაში რა იყოს რაღაც ფონში. ეს. უკეთესია. მნიშვნელოვანი არის ის რომ ეს ტექსტი შეიძლება გახდეს 3D ნებისმიერ დროს. თუ კიდევ უფრო გავსდიდებს, ნახეთ რა მოვა. ჩვეულებრივად 3D იქნება. შესაბამისად ესე მარტივად, ნახეთ როგორ არის ფიგურებზე ზუსტად იგივე ვქენით. მაგრამ თავარი რა არის? თავარი არის გამეორება. გამეორების გარეშე დაგვავიწყდება, რა ვიცი, ზეგ, მაზეგ. всё, შაბათს უკვე აღარ გემახსოვრება ეს როგორ გააკეთე. შესაბამისად, რაც უფრო ხშირად გააკეთებთ და გავაკეთებ, უფრო კარგად დაგვამახსოვრდება. всё, ეხლა 2 წამი შევისვენოთ და მე უცებ ჯიგრულად, რა ქვია იმას? მე რასაც ვაკეთებთ. ხო, ანიმაცია, 3D ტექსტის ანიმაცია.